როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები დეპრესიიდან გამოსასვლელად. ჩვენ გამუდმებით გვესმის იბრძოლე, გაუძელი, გამოდი ამ მდგომარეობიდან, გეყოფა უკვე და შეგიძლიათ წამით დაუშვათ, რომ დეპრესია არ არის რაღაც საშინელი, არამედ ეს არის შეტყობინება, მნიშვნელოვანი შეტყობინება. ფსიქოანალიზში დეპრესია არ არის უბრალოდ ტვინის ქიმია ან დაბალი სეროტონინი. ფსიქოანალიზში დეპრესია არის მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება სუბიექტის პოზიციას, თავისი ობიექტების, დანაშაულის, აგრესიის და დანაკარგის მიმართ. ეს არის რეაქცია დანაკარგზე. ზოგჯერ ჩვენ თვითონაც ვერ ვაცნობიერებთ, ოღონდ რა დავკარგეთ. ეს მიუთითებს შინაგანი ცხოვრების სირთულეზე, გადაუჭრელ შინაგან კონფლიქტზე, მაგრამ ამავე დროს უფრო ზედაპირული ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, ფსიქოანალიზში დეპრესია შეიძლება გაგებული იქნას როგორც გზა ინტეგრაციისკენ. ანუ თუ ამაზე ვიმუშავებთ, დეპრესია შეიძლება გახდეს არა ჩიხი, არამედ კარი, შესაძლებლობა. დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ ვეპყრობით საკუთარ თავს და სხვებს, ვისწავლით საკუთარი აგრესიის, სინანულის კავშირს აღდგენის სურვილის მიღებას. ანუ ეს არის გზა უფრო მომწიფებული არსებობისკენ. ფროიდი წერდა, რომ დეპრესია გავს გლოვას, ოღონდ შენ არ იცი ვის გლოვობ. შენ გრძნობ სიცერიელეს, დანაშაულს, უაზრობას, შენ ბრაზობ, მაგრამ საკუთარ თავზე, თუმცა სინამდვილეში მაინც ვიღაც სხვაზე. იმაზე, ვინც ვერ შეამჩნია, ვერ გაგიგო, წავიდა. ანდრე გრინი ამას უწოდებდა მკვდარი დედის ეფექტს. ხდება, რომ ვიღაც, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უცებ ცივი ხდება, თითქოს ემოციურად ქრება და ადამიანი შეშდება. ხდება ისეთივე და თითქოს ფიქრობს, თუ რაიმეს იგრძნობს, უფრო უარესი იქნება. ჯობს საერთოდ არაფერი იგრძნოს. მელანი კლაინი კი ამბობდა, რომ დეპრესია ეს არის დანაშაულის გრძნობა დაკარგული ურთიერთობის გამო. ადამიანს ეშინია, რომ დაანგრია სიყვარული, ან რაიმე მნიშვნელოვანი და იკეტება საკუთარ თავში. უნდა ყველაფერს აღდგენა, მაგრამ არ ჯერა რომ შესაძლებელია. ხოლო ვინიკოტი ამატებდა, რომ ზოგჯერ დეპრესია ეს უბრალოდ გარემოს არარსებობაა. ადამიანი დარჩა მარტო ძალიან ადრე და ვერ ისწავლა მარტოობაში ყოფნა. და ახლა ეს მარტოობაში თანთქავს. დეპრესია არის ფსიქიკის გზა გვითხრას. მე აღარ შემიძლია ყველაფრის საკუთარ თავში შეკავება. მომისმინე, ნუ გეშინია ჩემი, გამიგე. და სწორედ აქედან იწყება გამოსავალი. არა აფირმაციებით და ნებისყოფით, არამედ შეკითხვების დასმით. რა დავკარგე სინამდვილეში, ვის დავტირი, როდის და სად ვერ შევძელი რაღაცის თქმა მნიშვნელოვანის. ფსიქოანალიზში ჩვენ არ ვიყენებთ მედიკამენტებს, რადგან ფსიქოანალიზი გვეხმარება ვიპოვოთ აზრი. და ეს აზრი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომელიც იწყება შეკითხვების დასმით საკუთარი